მოგესალმებით. დავბრუნდით ჩვენი მესამე ეპიზოდით და ეს არის მესამე და წმინდა. დროებითი საცხოვრებელი. ოჯახ. პირველად როგორც იქნება. პირველად ჩვენ 3 ეპიზოდიან ისტორიაში სახელი ვთქვის სწორად, კი. მაგრამ გულის სიღრმეში ხო გინდა რომ გეთქვარო საერთო საცხოვრებელი. მინდა და ისევ მაგრამ რა ვქნა. ეს არის მესამე ეპიზოდი ჩვენი წინ მივიწევთ ჩვენ საყვარელ პროექტ 64-თან ერთად, რომელმაც 90-იანი წლები დაგვავიწყა და ახლა შემოსულია 2000-იანი წლები, ამიტომ შუქი მოვიდა ჩვენს დეკორაციაზე, რაც არის ულამაზესი. დღეს დაგხვდა როგორც ყოველთვის ყოველ მოსვლაზე რაღაც ახალი გვხდება და ძალიან დიდი მადლობა პროექტ 64-ს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ თუ კი გინდათ ან არ გინდათ, მაგრამ გააქვთ შინაგანად ხმა არ გასვენებს და გინდათ ეს თქვენი ხმა გაიგონოს ყველამ, მობრძანეთ პროექტ 64-ში ძალიან ლამაზი სტუდია აქვს და შეგიძლიათ თქვენც დაიწყოთ პოდკასტი. ასევე გამოგვიწერეთ, არაფერს აღარ ადევს ბანი ჩვენს სოციალურ ქსელებს. გამოგვიწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, გამოიწერეთ ჩვენი Spotify-ის და YouTube-ის გვერდები, რომ ახალი ეპიზოდები არ გამოგრჩეთ და გამოგვიწერეთ TikTok-ზე, იქ ხდება ძალიან საინტერესო რაღაცები, რაზეც დღესაც მეინსტრიმი გავხდით, იმიტომ რომ ბოტებმა მოგვაგნეს როგორც მე სამწუხაროდ მივაგენით სუსტ წერტილს. მე წავშალე TikTok-ი, მე რომ არ იცოდა. უკვე ვიჩხუბე მის წამამდე სალამ ჩაწერას დავიწყებდით, ამიტომ შემდეგზე უკვე ნინიკოც იქნება TikTok-ზე შემდეგი ეპიზოდი. ეს ბოტიც დაუბრუნდება თავის ადგილს. ხო, წინა 2 ეპიზოდი თუ არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ, ძალიან გაგვიხარდება თუ ნახავთ და დაგვიტოვებთ თქვენს შეფასებებს, კითხვებს, მოსაზრებებს და რაღაცებს მეორე ეპიზოდზე ვიტყვი, ბევრს არაფერს, ერთ კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენი ვიდეოები, აი მოკლე ვიდეოებსაც ვდებთ ჩვენი ეპიზოდებიდან, ხდება ხოლმე პოპულარული TikTok-ზეც და სხვა სოციალურ ქსელებშიც და ძალიან ბევრი კომენტარი იწერება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველთვის არის ძალიან ემპათიური, თანამგრძნობი და ინტერესის გამომხატველი დევნილობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. ხო და ვაკვირდებოდი ამ ტენდენციას, რომ ეს ვაკვირდები, რას წერენ ადამიანები, რას გვიკომენტარებენ და ასე შემდეგ და არასდროს არ იწერებოდა თითქმის ნეგატიური ხასიათის კომენტარები, მანამ სანამ არ შევეხეთ ქართული ოცნების სიწმინდეს, აბსოლუტურ საკრალურობა არ დავარღვიეთ და ეს იყო ირაკლი რუხაძე. მაგ დროს უკვე ტროლ და ბოტ ქარხანა მოიქოქა და TikTok-ის ვიდეოზე არის 80-ზე მეტი კომენტარი და რომელიც ჩემთვისაც სიახლე იქნება, ხო, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ესეთი შინაარს, ნაცები ვართ ეს შინაარსი, ახლა ალბათ არ გაგიკვირდათ არავის, მე უკვე პირველი ვეზე ველოდი ამას. წითელი ჩავიცვი. ხო, ამის გამო ნინიკოს თხოვე რომ წითელი ჩაეცვა, რომ აი ხალხისთვის პატივი გვეცა. ხო, მე მიხარია ძალიან რომ მივაგენით ამ ერთ-ერთ სიწმინდეს ქართული ხო, მე არ მეგონა რომ ირაკლი რუხაძე იქნებოდა სიწმინდე, თუმცა აღმოჩნდა და ჩვენ ესე გამოგვიდა რომ შეგვიფხალავს ეს სიწმინდე და ძალიან მიხარია. ასევე ხა უკვე ამ კვირებზე რომ გადავიდეთ, რა კვირების ჩვენ ჩაწერა არ გქონია, დაგროვდა ბევრი სალაპარაკო და ჩვენ ბევრი ლაპარაკი და ბევრი ჩხუბი მოგვიწევს ამ ეპიზოდში, ამიტომ მოემზადეთ მეგობრებო. ძალიან აგროვებული ჩახა. ისეთი თავაზიანები და პოლიტკორექტულები შეიძლება აღარ ვიყავთ, როგორიც ვიყავით წინა ეპიზოდებში, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რამ მოხდა გასულ კვირებში, რამაც ძალიან გამაბრაზა, გამაღიზიანა და მოვაგროვე სათქმელად ნინიკოსთან ერთად. პირველ რიგში დღევანდელით მინდა დავიწყო. დღეს ამ ეპიზოდის ჩაწერამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ, რომ აფხაზიდან დევნილი, კერძოდ გალიდან დევნილი გელა ხასაია, რომელიც არის აქტივისტი, დააპატიმრეს ამ წინა სააღდგომოდ და აღდგომას შეხვდება ციხეში 12 დღით, სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და აი ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაცა ღვთისმოსავი ან ღვთისმოშიშია, ან რაღაცა რელიგიურია, ან რაიმე იმეს რწმენა აქვს. ამით ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა, ამით ხადია. უბრალოდ გვინდა რომ გელას სამით არაფერი არ დააკლდება და არც
რაღაცა ისეთი რასაც არ ელოდა, მაგრამ გვინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ, ეს ეპიზოდი რო დაიდება, მალევე უკვე გარეთ იქნება. მეც მინდა რომ სოლიდარობა გამოხატო მის მიმართ, მიუხედავად რომ მისა რომ არ ვიცნობ პირადად, მსმენია მის შესახებ, მინახავს მისი გაკეთებული საქმეები და იმედია რომ მალე იქნება თავისუფალი. კი ბატონო. შემდეგი უნდა იყოს, რასაც ვილაპარაკებთ 9 აპრილი. 9 აპრილს რამდენჯერმე იყო ნებათა ღელვა და ერთ-ერთი ასეთი ნებათა ღელვა, რომელზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ, იყო მაშინ, როდესაც დავით ფაცაცია მობრძანდა რომ პატივი მიეგო 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულებისთვის. დავით ფაცაცია შეიძლება არ იცოდეთ, იმიტომ რატო უნდა იცოდეთ ვინ არის დავით ფაცაცია, მაგრამ ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ვინ არის. მისი ყველაზე დიდი მიღწევა მე მგონი ის არის რომ ირაკლი კობახიძის სიძეა, კერძოდ დისკმარი. და უკვე აქედან გამომდინარეობს მისი სხვა მიღწევა, რაც არის რომ აფხაზეთის დე-იურე მთავრობის, ანუ დევნილი მთავრობის დევნილთა მინისტრია დავით ფაცაცია. ხო, ამ კაც რა უნდა და რომელიც მე სახეზე არ ვიცოდი იმას რო გითხრა. რატო უნდა გცოდნოდა? იმიტომ რომ დავინახე, ახლოს ვიყავი მემორიალთან, დავინახე რომ მივხვდი რომ ქართული ოცნებასთან დაახლოებული პირი იქნებოდა და უკვე შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ვიცინოდით რომ არ შეიძლება მიუშვათ ვიღაცა შემთხვევით, იმიტომ რომ სახეზე არ ვიცით, მაგრამ საბედნიეროდ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც იცოდნენ სახეზე და მე როცა დავგუგლე ვინ იყო ეს ადამიანი, ჯერ გავიგე რომ იყო ჩვენი არაჩვეულებრივი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი. რაღაც ესე მგონია რომ თავისი ინიციატივით მოხდა ეს ამბავი. ხო, ალბათ შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, ვერ გავიგებთ ას სიმართლეს, იმიტომ რომ ის დევნილებს ალბათ არ ხვდება რომ ამაზე გვესაუბროს, მაგრამ ხო, მე ჭება რომ დევნილებს ხვდებოდეს. ძალიან რამდენიმე რაღაც მინდა თქვა ამ კაცს სანამ გაბედნიერდებოდა და კობახიძეების ოჯახში შედგამდა ფეხს, იყო პარტია თამაზ მეჭიაური ერთიანი ბოდიში. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს წევრი იყო და სანზონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, მაგრამ არ დაახანა ოჯახურმა პრივილეგიებმა და დევნილთა მინისტრად ამოყო თავი. 2000 ის ძალიან ხშირად დადიოდა მოკლედ ეთერებში, ძალიან უყვარს ყურადღება, როგორც ჩანს, აი ჩვენგანაც მიიღებს ამ ყურადღებას, ალბათ შეიძლება თუ ნახავს ჩვენი გადაცემა, ალბათ მოუნდებოდა რომ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ძალიან არის დაინტერესებული დევნილების პრობლემებით. კი, უნდა უყურებდეს ჩვენს პოდკასტს. ეს უნდა უყურებდეს. ხო და მოკლედ ერთ-ერთი ესეთი მისი ვიზიტი განსაკუთრებულად სწავლობდა ობიექტივს. ტელეკომპანია ობიექტივი, ალბათ იცით. და იქ ერთ-ერთი ვიზიტის დროს ესეთი რაღაც თქვა, რასაც წავიკითხავ, მოდი, რუსეთს საქართველოს შორის ურთიერთობა სამაგალითო უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთმორწმუნე, ერთნაირი ისტორიის და ერთნაირი ხვედრის მატარებლები. რუსეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის გადარჩენაში, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგაც. ის ტრაქტატიც არ ითვალისწინებდა, რაც შემდეგში მოხდა. რაც იყო, უნდა ვეძებოთ გამოსავალი. უნდა ვნახოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები. იმედია გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებდნენ. ამას ამბობდა 2016 წელს. ოღონდ ეხა ეს არის ძალიან სიმბოლური ჩვენი ტრადიციების შემნარჩუნებელი რუსეთი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს არის 16 აპრილი, 2 დღის წინ იყო დედაენის დღე. რომ რუსეთი რომ რაც დამამახსოვრდა არის ის, რომ მე და ჩვენ და რუსეთს გვაქვს ერთნაირი ხვედრი. კი, ბატონო. მაგრამ მე მაინტერესებს, აი ესეთი დამოკიდებულება რო აქვს რუსეთის მიმართ, რა უნდა ამ კაცს 9 აპრილის გმირთა მემორიალზე. მემორიალთან, ანუ ვისთვის უნდა მიეგო პატივი. მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს თუ შეუთანხმა ვინმეს, ესეც მაინტერესებს. თუ ხარ მოღალატე, თუ ხარ უტვინო და თუ ხარ სულელი და კოლაბორაციონისტი, თანმიმდევრული მაინც იყავი ამაში რა, დავით. ძალიან გთხოვ, ჩვენ შენგან მოვითხოვთ თანმიმდევრულობას. ერთი ამბავი კიდევ, რაზეც უნდა აუცილებლად ვილაპარაკოთ, ბევრს არ ვილაპარაკებთ ამაზე, მაგრამ რაც ამ ორ კვირაში მოხდა, არის თეა წულუკიანის ის რაღაც სამარცხვინო შემზარავი განცხადება გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით, რომ გიორგი ანწუხელიძე შეეწირა ვიღაცის პიარს უაზროდ და რატომ არ არის ის სახლში. ძალიან ბევრი ადამიანმა დაპოსტა, რატომ არ არის ზამირ კოკესკირი სახლში მაგ დღეს. და
ნამდვილად ძალიან რელევანტური კითხვა, მაგრამ რატომ არ არის ასევე 300,000 დევნილი სახლში, რატომ არ აქვს ძალიან ბევრ დევნილს, 51,000-ზე მეტ ოჯახს სახლი, მე ამ კითხვასაც დავსვამდი. იმის გარდა რომ უბრალოდ ეს განცხადება თუ რაც არ და ის კომისიაზე რაც ხდება საერთოდ რა უბრალოდ მართლა შემზარავი და გულის ამრევი საყურებელია ასეთ დონეზე როგორ შეიძლება დაეცე ადამიანის სისტემაც რეჟიმიც რა ვიცი ყველაფერი ამის გარდა არის ისეთი ცხადი მცდელობა ეროვნული გასლაითინგის ანუ მართლა ეს ვიღაცებმა დაწერეს რომ რაღაც ისტორიის გადაწერის მცდელობა და არა ისტორიის გადაწერა ხო არის რომ რაღაცა ასე არის ახლა სხვანაირად დავწეროთ არა გაქრობა არის საერთოდ ამის მიზანი რა ანუ რაღაცა გასლაითინგი არის რომ ჩვენ ანუ გმირი ხო ყავს და ანწუხელიძე არ არის მხოლოდ გიორგი ანწუხელიძე არის სიმბოლო რაც მართლა ეროვნული იდენტობის ნაწილია და უახლეს ისტორიაში ჩვენ ძალიან ცოტა ადამიანი ყავს რომელიც ეროვნული იდენტობის ნაწილი გახდა ამის გაქრობა არ არის უბრალოდ ისტორიის გადაწერა. მე პირადად ადამიანი რომელიც ომში ვარ დაბადებული, ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმ ადამიანების თავგანწირვას, რომელიც მე როცა ვიბადებოდი, იბრძოდნენ აფხაზეთის ომში და იცავდნენ თუნდაც ჩემს კეთილდღეობას. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაწირა თავი და ჩემს ოჯახშიც არის ბევრი ჩემი ნათესავი, რომელიც ამ ომში დაიღუპა. შესაბამისად, ჩემთვის როგორც ამ შეხედულების მქონე ადამიანისთვის ასე მგონია რომ ეს ციტატა რომელიც ქალბატონმა თეამ თქვა ნიშნავს იმას რომ თითქოს ჩვენი თაობის და საქართველოს მოსახლეობას ისინი აჩვენებენ თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ქვეყნისთვის თავის გაწირვა რომ ეს არის უაზრო მსხვერპლი და ანუ მაინც ვიღაცისთვის გაკეთებული და თითქოს ეს სამშობლოს სიყვარული და რაღაცა თავისუფლებისთვის ბრძოლა რაც ამოძრავებთ რაც არის მამოტივირებელი ჯარისკაცისთვის რომელიც ომში მიდის ანუ სინამდვილეში არაფერი არ არის და მთავარია იყოს ის რომ მქონდეს მშვიდობა ოღონდ ეს მშვიდობა რაც არის განმარტებული ქართული ოცნების მიერ და არა ის რაც სინამდვილეში შეიძლება იყოს მშვიდობა იმიტომ რომ ბევრი ქართველისთვის მონობა არ არის მშვიდობა რომელსაც ის მშვიდობის ნაწილი რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება მაგრამ ახლა გადავალთ მეორე ნაწილზე სადაც ისეთი ადამიანები გვყავს ყოველთვის და გვეყოლება რომლებმაც ძალიან კარგად იციან რაზე ლაპარაკობენ და გამოცდილი და ამის პირადი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ის რასაც ლაპარაკობენ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება კიდევ ერთი დევნილი აგრეთვე გალიდან უბრალოდ სხვანაირი გამოცდილებით ლელა ჯობავა რომელიც მის გამოცდილებაზე დევნილობის გამოცდილებაზე მოგვიყვება ჩვენს დროებით საცხოვრებელში მე ძალიან მიხარია რომ დღეს შენ ხარ ჩვენი პოდკასტის სტუმარი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი მეგობარი ხო ასე. და უცებ პატარა შესავალს გავაკეთებ, სად გავიცანით მე და ლელა ერთმანეთი და შემდეგ უკვე კი ბატონო აეროპორტში როცა მივდიოდით სერბეთში კონფერენციაზე, სადაც უნდა შევხვედრილიყავით აფხაზებს. და ეს იყო კონფერენცია, სადაც კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე უნდა გვესაუბრა და გაგვეცნო აფხაზები და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. გამარჯობა და მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა რომ მოხვდით. ხო მე ვარ ლელა, მოკლედ მე ვარ გალიდან. აი როგორც აღნიშნეთ, არ მოქვს ისეთი რაც სტანდარტული დევნილის გამოცდილება, იმიტომ რომ არ მიცხოვრია დევნილთა საცხოვრებელში. დავიბადე და გავიზარდე ჩემს სახლში, რაღაც მინიმალური გადაადგილებებით 2002 წლამდე შეიძლება ასე ითქვას. ხო, და 2002 წლამდე ძირითადად იმყოფებოდი გალში. არა, სულ 2015 წლამდე, მთელი ცხოვრება ვიყავი გალში. სკოლაც იქ და უბრალოდ აი 2000 რაღაც წლამდე 2002-მდე ვთქვათ. ამ გადაადგილებებში იმას ვიძახი, რომ იქ იყო მე 98-ში დავიბადე და 98-ში გალში რაღაც მოვლენები მოხდა საომარი და რაღაც პერიოდით ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ წამოსულიყვნენ აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში არ ვიცი თბილისში თუ სად ვიყავით არ მახსოვს
მაგრამ ხო რაღაც პერიოდს თბილისში ვატარებდით, რაღაც პერიოდს ვატარებდით მამიდა ჩემთან ხაშურში, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი ანუ არ იყო ახლოს აფხაზეთთან, როგორც ვიცი რაღაც პერიოდი ზუგდიდშიც გაატარეს, შეიძლება რამოდენიმე კვირა ან თვე, ჩემო მშობლებმა ჩემს უფროს დასთან ერთად და ჩემთან ერთად და მე დასტაბილურდა სიტუაცია ასე თუ ისე სკოლაში წავედით და აი სკოლიდან უკვე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მე მაინტერესებს როგორი არის შენი აფხაზეთი, იმიტომ რომ ჩვენი აფხაზეთი უკვე ძალიან კარგად იცით ჩვენ მაყურებელმა როგორი, ანუ ჩვენი იმ ადამიანებისაც არ უნახავს აფხაზეთი. აი თამარა იყო ჩვენი პირველი სტუმარი და თამარას აფხაზეთი კიდე საერთოდ სხვანაირია, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით თამარა კი ნამყოფია, მაგრამ იქ არ უცხოვრია ესე ხანგრძლივად და წამოვიდა და მე უკვე დასულ ასაკში ერთხელ დაბრუნდა. აი თამარა და ნელა არიან მეზობლები. აი მე ვარ ის ბავშვი რომ მიროდა რომ თამარა ჩამოვიდა. აქ ჩავსვამთ მაგ ნაწილს, სადაც თამარა გვყვება ხო, ამიტომ მაინტერესებს შენი წილი აფხაზეთი როგორია, მოკლედ ადამიანის, რომელმაც ომის შემდეგ, ჯერ ომის შემდეგ დაიბადა და ომის შემდეგ იცხოვრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას. მანამ სანამ გადმოვიდოდი აქ საცხოვრებლად. ნუ ეხლა ცოტა დიდ ასაკში ვთქვათ მე-9 კლასიდან მე-11-მდე მოგეხსენებათ იქ 11 კლასია სკოლაში. არ მოგვეხსენება. მე არ და 5 ბალიანი სისტემა მეგობრებო. ისე. კი. ჩვენ თამარას ასაკს დავაბრალეთ წინა ეპიზოდში 5 ბალიანი სისტემა და ჩვენ იქ ვართ. ჯერ კიდევ. ხო, აი მე-9 კლასამდე მეგონა რომ ძალიან მაგარი ცხოვრება მქონდა და მქონდა კიდეც, იმიტომ რომ მაგ ნანგრევებში და მაგ რაც გარემოში სადაც არაფერი არ ხდებოდა, აი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, არც კინო, არც თეატრი. ჩემი ვისაუბრებ, არ ვიტყვი ჩვენ, იმიტომ რომ ხშირად ვამბობ ჩვენ, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება აფხაზეთში არის მე და ჩემი ოჯახი და ჩემი სამეგობრო, რომელიც ძალიან დიდი იყო და ჩვენ ვიყავით ერთმანეთის კინოც და თეატრიც და ბარიც არ გქონდა, ანუ სოციალიზაციის ადგილები არ არსებობს გალში, მოდი ასე ვთქვათ. ნუ იყო რაღაც კულტურის სახლი, სადაც ტარდებოდა რაღაც კონცერტები. და იქ იყო ჩვენი გართობის ადგილი ან შეკრების ადგილი, ან ერთმანეთთან სახლში შეკრება და თუნდაც რავი ხანდახან ვაწყობდით რაღაც წიგნის კითხვის საღამოებს, ხანდახან უბრალოდ ჭორაობის საღამოებს, ხანდახან რავი დალევის, ჩუმად დალევის ან რაღაცების ჩუმად კეთების, მაგრამ აი არ მახსენდება, აი ეს ყველაფერი მახსენდება ძალიან ნათლად და ულამაზესი იყო რა, მართლა აი რაღაც პეპლები და მზე და ცისარტყელა და ეს ნათელი რაღაცები შემოდის ჩემს რაღაც ასოციაციაში, როცა ვიხსენებ მაგ პერიოდს. ანუ სკოლის პერიოდს. 2008 წლამდე ჩვენთან იყვნენ გაეროს სამშვიდობო ძალები და ჩემთან ცხოვრობდნენ სახლში გაეროს ოფიცრები დიდი ხანი და ჩემს სამეზობლოში ყველა სახლში ცხოვრობდნენ ეს გაეროს წარმომადგენლები ხო სხვადასხვა ქვეყნიდან და აი ბავშვობიდან მიწევდა აი ეს რაღაც ინტერნაციონალურ გარემოში ყოფნა და ინგლისურად საუბარი და ეგ ძალიან მომწონდა და რასაც ვისმენდი ხოლმე ასე უფროსებისგან ისინი არიან აქ იმიტომ რომ არიან მშვიდობის გარანტი ჩვენთვის და სანამ გაერო არის აფხაზეთში ჩვენ კარგად ვართ. და ეს ძალიან კარგად დამამახსოვრდა და თან აი ეს რაღაც პირად ურთიერთობაში იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები და ძალიან ბევრ კულტურას გავეცანი ბავშვობიდან, ძალიან პატარა ასაკიდან და ეგ ძალიან მიხაროდა და 2008 წელს გაქრა ეს ყველაფერი ომის შემდეგ მე მგონი ერთ თვეში ხო წავიდნენ და დაცარიელდა სახლი. მე ქალაქიც დაცარიელდა, ეს შენობა დაიკავეს რუსმა მშვიდობის ყოფილებმა, ანუ მირატორჩესკის რასაც ქვია. და გადაღებეს ეს ლურჯი ხობე და ჭიშკარი ნაცრისფრად და დაკიდეს რუსეთის დროშა და აფხაზეთის დროშა და მირატორჩესკის დროშა. და ეს ჩემი სკოლა იყო ერთი პერიოდი ამ შენობის გვერდზე
და ქონდა ხოლმე ასეთი გასართობი, რომ მივდიოდით ბუდკასთან, ანუ აი ამ შენობას ხო ბუდკასთან, ბოდიში ჩიხურთან და ვეკითხებოდით, რომელი საათია. ეგ იყო ჩვენი აი არ ვიცი, სკოლის მერე უნდა გაგვევლო აუცილებლად და ამ გაეროს ჯიხურთან მისვლიყავით, რაღაც რილაქსი დაგვეჭირა ხელით. რომელი საათია და ერთხელ მამაჩემმა გამომიჭირა ამის კეთებაში და რატო იკითხებოდიო და მეთქე მუსიკალურ სკოლაში მაგვიანდებოდა მამა და უნდა მეკითხა. უბრალოდ კომუნიკაცია გინდოდა, ხო? ხო, მინდოდა აი რაღაც ცოტა ინგლისურად კომუნიკაციან, ხო, უბრალოდ მაგ შენობასთან ჩავლა, იმიტომ რომ მაგარი იყო, ანუ ძალიან cool იყო რა ეს გაეროს შენობა. და მე წავიდნენ და მოვიდნენ რუსები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, რომ ადგილობრივებთან რამენაირი კავშირი ქონდეთ ან კომუნიკაცია. არა, საერთოდ. ნუ არც სურვილი გვაქვს, არც ჩვენგან მოდის სურვილი, არც მათგან, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი გახდა რა, ის რუხი და ეს რუსეთის დროშა და რაღაცა და უცებ რუსეთი, მანამდეც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მე პატარა ვიყავი, რუსულად, ყველაფერი რუსულად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. პირველი ენა იყო შეიძლება ითქვას, მე არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ ну, სახში არ ვსაუბრობდით რუსულად, ქართულად ვსაუბრობდით, მაგრამ ყველაფერი რუსულად ხდებოდა ჩემს გარშემო. სკოლაც მათ შორის, ხო? ბაღი. კი, ყველაფერი, ბაღი სკოლა, მუსიკალური სკოლაც. ხო, და აი 2008 წლიდან იწყება სულ სხვა პერიოდი და უკვე ბრაზიც იმატებს რაღაცების მიმართ. მე-9 კლასში უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მართალი გითხრათ, მაშინ არ ვიცოდი რის იკეთება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი სად უნდა მეკეთებინა ეს რაღაცა და ძალიან ცოტა guidance მქონდა რა, საით მიმართულება. საით უნდა წავსულიყავი, რომელ ენაზე მესიზმრება სიზმრები, ან ხო რის იკეთება მინდა, იმიტომ რომ მუსიკალური სკოლაც და პიანინოზე დაკვრა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ამავდროულად მომწონდა ჟურნალისტიკა, მაგრამ ჟურნალისტიკას სჭირდებოდა ენის ცოდნა, ქართული ენის ცოდნა, კარგად. და არა მარტო, რავი, ძალიან ბევრი მის დავიწყე, ასე ვთქვათ, მე-9 კლასიდან ფიქრი რაღაცაებზე და მათ შორის ომზე და ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე ისეთი რაღაცაები, რაც ბავშვის გონებაში მარტივად იბეჭდება და არასდროს არ ქრება. გულისხმობა იმ მაგალითად მკვლელობებს, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა ჩვენთან ქალში ან ქართველებს და აფხაზებს შორის დაპირისპირებები, ხო, ან ჩაცხრილვა 2008 წელს მათ შორის ძალიან ბევრი მოხდა ქალაქის ცენტრში და მან დაარსებობს ძალიან ისე ძლიერად კანონიერი ქურდების რაღაცა ინსტიტუტი და არსებობენ მიმდევრები ამ ინსტიტუტის და ხო ხდებოდა ძალიან ერთმანეთში გადაჯაჭვული ეს ანუ მილიცია, კანონიერი ქურდები, ადგილობრივები. ვილაიც რა მაინტერესებს. შენ დაიბადე ომის შემდეგ, მე ვგულისხმობ აი სოხუმი რომ დაეცა მაქამდე და მაგის მერე პერიოდს. შენი ოჯახის გამოცდილებაზე დაყრდნობით რომ გაგვიზია რომ გალში როგორ იგრძნობა ეგ განსხვავება ცხოვრებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ეს რაღაცა კონტრასტული ცვლილება, მაგრამ მაინტერესებს გალში ცხოვრების გამოცდილების კუთხით. 27 სექტემბრამდე და 27 სექტემბრის მერე როგორი არის გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველის ცხოვრება. როგორც ვიცი, მაშინ ომამდე და ომის დროსაც ჩემი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ. 96-ში გაიცნეს. მას შემდეგ რაც დაბრუნდნენ გალში. მე როგორც ვიცი, ანუ მამაჩემი სწავლობდა თბილისში, დედაჩემი სწავლობდა სოხუმში. ოღონდ ანუ უნდა დაიწყოს სწავლა, ისე დაიწყო ომი და მაგრამ ამ აპარტჰაიდს მოესწრო დედაჩემი და ნუ თავის თვალით ნახა და გაიარა ის რომ ქართველები ცალკე, აფხაზები ცალკე. ოღონდ არსად არ ეწერა ეს რაღაც დაუწერელი მოცემულობა იყო, კი. ეს სლოტები იყო რაღაც, რამდენი აფხაზი სტუდენტი უნდა მიეღოთ, რამდენი ქართველი, ეგ ხო ხდება.
ეგ ხდებოდა და ვგულისხმობ უბრალოდ აი ბუნებრივ დაყოფას უნივერსიტეტში ეთნიკური ნიშნით. ან ვიღაცები ვთქვათ აპროტესტებდნენ აფხაზ ლექტორთან შესვლას, ვიღაცები აპროტესტებდნენ ვთქვათ აფხაზის სტუდენტები ქართველ ლექტორთან შესვლას ლექციას და ასე შემდეგ. ნუ დედაჩემს ძალიან არ გაუმართლა 17 წლის იყო რომ დაიწყო ომი 18-ის და მოუწია რომ წამოსულიყო და ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. აი საერთოდ ყველაფერზე პირად ცხოვრებაზე, სწავლაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, ნუ ნებისმიერ რაღაცაზე, რამაც შეიძლება ადამიანს რაღაც კეთილდღეობა მოუტანოს. და დევნილად წამოვიდა სამეგრელოში დედამისის სახლში, სადაც ძალიან ბევრი იყვნენ. ანუ დედაჩემს ყავს ძალიან ბევრი დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ყველა წამოვიდა სამეგრელოში თავიანთ დედების სახლში და იყვნენ არ მახსოვს ზუსტად და იმედი არ ვაზვიადებ 50-მდე ადამიანი რაღაც ორ სახლში, სადაც ყველა რაღაცას ყველა იყოფდა ერთ რაღაცას, არ იყო საკმარისი საჭმელი ხანდახან, მაგრამ აი ყველა რაღაცას ცდილობდა რომ ერთად გაიკეთებინათ. მერე ხშირად ხდებოდა ხოლმე დაბრალება დევნილებს, რომ რაღაცას იპარავდნენ სოფელში და აი თანასოფლელები, ხო? ხო, თანასოფლელები, რომლებიც არ იცოდნენ ამ ხალხს. და მერე, ნუ, რავი, ძალიან ცუდი რაღაცები მათ შორის მხედრიონის მხრიდან მაგალითად დედაჩემმა მითხრა ასეთი რაღაც, რომ როდესაც მოდიოდნენ აქეთ სამეგრელოში ნაწილი წამოვიდა ენგურის ხიდით, ნაწილი წამოვიდა ჭუბერით. ანუ ძირითადად ქალებთან მიდიოდნენ ყაჩაღები, იყვნენ ეს, რავი, მხედრიონელები თუ არა მხედრიონელები, მაგრამ მხედრიონის ხალხი ცნობილია იმით, რომ მაშინ აყაჩაღებდნენ ასე ქალებს და კაცებს და მათ შორის აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ხო ძარცვავდნენ. და ამიტომ რომ არ გაიძარცვათ ასეთი რაღაც მოიფიქრეს, რომ ეს ოქროულობა ჩაიდოთ ბავშვების პირში და ასე გადმოიტანათ აქეთ და ხო გადმოიტანეს, მაგრამ მერე მოპარეს ეს ოქრო და ველაფერი დაკარგეს. ანუ დედაჩემის ოჯახმა უბრალოდ ანუ სახლი დგას, სადაც ახლაც ცხოვრობენ, მაგრამ ანუ ველაფერი დაკარგეს. და მოუწიათ ძალიან ცუდ რეალობაში დაბრუნება. როგორც ეს ადამიანები ჩვენ მოგვევლინენ ანტრეპრენუარებად, ინტელექტუალებად, დიდუბის პანთეონში დასასვენებლებად, გულისხმობ ისტორიის გზაზე მერე რა, დროთა განმავლობაში. მხედრიონელებზე. კი, მხედრიონელებზე ვამბობ. ანუ აი ამხელა სიბრმავე ისტორიული უბრალოდ ჩემთვის არის ტოტალურად გასაბრაზებელი, იმიტომ რომ აი ახლა ადამიანი მარტო ლელას ისტორიათან ხო არ არის, მარტო შენ რასაც ყვები ეს ხო არ არის რაღაცა, რაზეც დაყრდნობითაც ამას ვამბობ, ხო? მხედრიონთან დაკავშირებით და არა მარტო მხედრიონთან, მათ შორის ჭუბერი ვინც გადმოიარა, ჭუბერზეც იყო ზუსტად იგივე გამოცდილებები. ეს ადამიანები ან რაღაცა გმირებად მოინიშნენ, რომ იბრძოდნენ აფხაზეთის ომში, ან რაღაცა ვეტერანის სტატუსებით არიან წარმოდგენილები და რაღაცა პატივისცემას ითხოვენ საზოგადოებისგან, ან უამრავი ფული იშოვეს და სასტუმროები დახსნეს და ხან რას ყიდულობენ და ხან რას ყიდიან. უბრალოდ მართლა დაუჯერებელია, რომ არც ერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში არ დადგა იმის დრო, რომ აი ამაზე ვილაპარაკოთ და ვიღაცებს მართლა ეს ისტორიული ინდულგენცია თუ რა ჯანდაბა საერთოდ ვერც ვიგებ რისთვის გავცემთ ამ ხარკს ამ ადამიანებზე, მე მართლა არ მესმის, ვინც ამის მკეთებელი იყო საკუთარი ეთნოსისთვის და საკუთარი ხალხისთვის რა, გავგებარი. ხო, მაგას ერთ რაღაცას დავამატებ, ან გეთანხმები სრულიად იმ ასპექტში, რომ აუცილებლად უნდა გადავიაზროთ, ან გადავწეროთ ისტორია კიდე და დავწეროთ, იმიტომ რომ არც დაწერილა. და აი ესეთ რაღაც პირად ისტორიებზე დაყრდნობით და ისტორიკოსების და თვითმხილველების აი შეკრებით და მათთან ერთად მუშაობით, გრძელვადიანი მუშაობით ალბათ შეიძლება მოხდეს რაც ისტორიის დაწერა და მეც აი ძალიან ბევრი ასეთი ისტორია მომისმენია
საზარელი რა, რაც ჩაუდენიათ ვთქვათ მხედრიონელებს. და ცუდი ის არის, რომ აი მაგ ადამიანებთან ერთად ასევე აი სიტყვა მხედრიონს რო ვიძახით, ოღონ არანაირად არ ვიცავ მე მხედრიონს ან რომელიმე პარამილიტარულ დაჯგუფებას და ასე შემდეგ. მქონია შეხება რაღაც სამსახურიდან მომიწია რომ ჩამეწერა ინტერვიუ რამოდენიმე ადამიანთან, ვისაც უთქვამს რომ არა ვთქვათ მხედრიონელი ბიჭები ჩემი სახლი არ იქნებოდა დღეს და მე ანუ იქნებოდა გადამწვარი და ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ და ასე შემდეგ. კი, აბსოლუტურად, ზოგადად ძალიან ბევრი შრე არსებობს და მრავალი შრე. ყველა ასეთ ერთობაში და ნებისმიერ ტიპის ერთობაში არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც იმას აკეთებს, რაც უნდა აკეთებდეს. მაგის ფონზე, ანუ მაგას ვამბობ, რომ ეს რაღაცა გენერალიზებული მოსაზრება არც ერთი შეიძლება იყოს, არც მეორე. უბრალოდ რაც მხედრიოთან დაკავშირებით არის ძალიან ნიშანდობლივი, არა მხოლოდ მხედრიონთან, რა სხვა დაჯგუფებებთანაც. აი მაგალითად ჩვენი სახლი, ჩემი სახლი, მთელი ცხოვრება მეგონა რომ მოხდა ჭურვი. და არ მოხვედრია ჭურვი. ჩემი სახლი გაიტანეს მხედრიონელებმა. ყველაფერი რაც გაიძარცვებოდა, რაც შეიძლებოდა რომ მოეპარა ვინმეს, ყველაფერი წაიღეს მხედრიონელებმა. ქართველებმა წაიღეს. მე იქ უბრალოდ აგურ დაშალა ის სახლი ჩეჩნებმა, აფხაზებმა, რუსებმა და ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რომ ამ ერთობების ქვაკუთხედი კი არ იყო და მთავარი იდეა და რაღაცა მთავარი რწმენა ის კი არ იყო, რომ ის ეკნა, რასაც შენ ამბობ რა გამოცდილებასაც. არამედ მოროდიორობა იყო მთავარი რაღაცა მამოძრავებელი და ამ ადამიანებში გამონაკლისის სახით გამოერეოდნენ ვიღაცები, ვისაც გულწრფელად ასრულებდა იმ სიტყვას და იმ მოვალეობას, რაც აიღო, როცა ომში წავიდა, როგორც მოხალისე რა. ხო, და თან მანდ ალბათ ისიც იყო, რომ ვიღაცებს ნათესავები ყავდათ, ახლობლები ყავდათ და შეიძლება იმათ იცავდნენ და თუ უცხოს გაძარცვავდნენ, შეიძლება ვიღაცა. ეხლა ხანს რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა მომიყვა ბიძამისის ისტორია, რომ ერთ-ერთმა მხედრიონელმა რაღაც ჩამოტანილი ოქრო რო აჩვენა აფხაზეთიდან, ესე გაუშალაო და უთხრა, რომ თუ იცნობ რამეს შენი თუ არის, აიღე და წაიღე და რა თქმა უნდა ეს ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო, რომ რაღაც მიდია თან ესე იგი თან ამბობ, რომ შენი სახლი შეიძლება შემომექურდა და თუ რამეს იცნობ. ლელა, რაღაცნაირად რო გავაგრძელოთ იქედან, როცა უკან დაბრუნება გადაწყვიტეთ უკვე. ჩემები ცხოვრობდნენ გალში. და მამაჩემს არ უომი. და ძალიან ხშირად გამიგია კითხვა აფხაზებისგან, რომ რატომ არის ბრძოდა და ნუ არა მარტო აფხაზებისგან, ქართველებისგანაც, რომ გალელებო თქვენ რატო არის ბრძოდით ომში? კი, სხვა შერსეგმეც ძალიან ხშირად და ახლა აი ამ ასაკში რო ფიქრობ ხოლმე, რომ აი მაგალითად ჩემი ძმა რო წავიდეს ომში, ან მამაჩემი რო წავიდეს ომში, ან ჩემთვის ომი იმდენად ანუ ბოლო რაღაცა რა, ხო, როდესაც ვერც რაღაც პოლიტიკურად, დიპლომატიურად ვერანაირად რო ვერ აღწევ ვერანაირ მოლაპარაკებას და კონსენსუსს და მერე ხდება ეს. რა იმდენად მტკივნეული და ანუ ცოცხალია ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის ომის გამოცდილება, ანუ დღემდე უბრუნდები მაგ ადგილს და მე მოვდივარ რაღაც სხვა რეალობაში. ხო, რაც შეეხება ამ დაბრუნებას, ანუ დაბრუნდნენ ჩემები 95-ში თუ არ ვცდები, ან 16-ში და მე 98-ში, როდესაც ეს საომარი რაღაც მოქმედებები დაიწყო გალში და გალის რაიონში, ისევ წამოვიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაბრუნდნენ და ბებია ჩემი იყო მანდ გალში, არ წამოსულა აქეთ და მე როგორც ვიცი, ჩვენი ქუჩის არც ერთ ეტაპზე არ დავტოვებია გალი. რაღაც აი ძალიან ცოტა ხნით დატოვა 93-ში, როცა დამთავრდა ომი, ძალიან ცოტა ხნით, იმიტომ რომ მამაჩემმა თქვა, რომ აი ან მამაჩემი ვერ ტოვებდა მოხუც დედას, რომელიც ან მარტო ცხოვრობდა რა, ბებია ჩემი, მამაჩემთან ერთად. და ანუ მამაჩემმა მითხრა, რომ აივანზე ავედიო და ვნახე როგორ იწოდა სახლები იმ გზაზე, რომელიც ანუ სოხუმში მიდის და იქიდან მოდიოდნენ ტანკები და იწყებდნენ სახლების გადაწვას და ნუ განადგურებას რა ამ ქართულ დასახლებული ადგილის. და აი მხოლოდ ომის დამთავრების
მე გადაწყვეტეს წამოსვლა აქეთ სამეგრელოში ჩემებმა, მაგრამ 98-ში და მე მგონი მანამდეც აი როდესაც ომის შემდეგ ანუ ომი დამთავრდა, არნიშნავს იმას რომ მართლა დამთავრდა, ანუ რა თქმა უნდა. დამთავრდა, მაგრამ სადღაც რაღაც ფორმით გაგრძელდა ყაჩაღობებით და ისევ აი რაღაც ძარცვით და ასე შემდეგ. ბებია ჩემი და არა მარტო, ანუ ჩვენს ქუჩაზე, მოსკოვის ქუჩაზე, კალში. ბებია ჩემი და აი უფროსი თაობის ტიპები მოხუცები დარჩნენ, რომ სახლები დაიცვათ. და ჩვენ ყავდა ერთი მეზობელი, ჩემი მეგობრის ბებია, ბროლია ბებია, რომელიც იყო აფხაზი, ტყვარჩელიდან და იცოდა აფხაზური, რა თქმა უნდა. და როდესაც მოვიდნენ, დადიოდნენ რა ვიღაც ყაჩაღები, არ არის სავალდებულო რა ჩავთვალოთ რა ის იყო რაღაც დანაყოფის ხალხი ან პოლიცია ვიღაცა ვისაც უბრალოდ ჰქონდა იარაღი როგორც აი თბილისეც გამიგია რომ ვიღაცებს უბრალოდ დაგქონდათ იარაღი და იქ წარმოიდგინე ახლა ომის შემდგომი პერიოდია გაცვია კამუფლაჟის რაღაცა ფორმა და ხელში გიჭირავს იარაღი და შენ ხარ რა ვიცი ყოვლის შემძლელი ანუ შეგიძლია რომ რავი გადაწვა სახლები და ჩაცხრილო ხალხი და ეგრეც ხდებოდა ხოლმე და ან მოვიდნენ ასე ვიღაც ფორმიანები და ეს ქალი გადაუდგა წინ და უთხრა რომ თქვენ რავი დაგაპურებთ ხომს გაგიკეთებთ თუ გინდათ ოღონ არ მოგკლათ და სახლები არ გადაწვათ. ამათ აიყვანეს ეს მოხუცი ხალხი, კაცები, ქალები, მათ შორის ბებია ჩემი და წაიყვანეს ციტრუსის პლანტაციაზე სამუშაოდ ზამთარში. და ოღონდ იარაღი ჰქონდათ მიბჯენილი ყველაზე და ასე რაც კრებდნენ მანდარინს მე მგონი და მე აფარებდნენ ფსოუში, მაგრამ თვითონ არაფერს არ იღებდნენ. სანაცვლოდ უბრალოდ იმას იღებდნენ, რომ ცოცხლები დარჩნენ და სახლები არ გადაწვეს. სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ. კი. მე რა ცოტა რო წამოვიზარდე და აი მე-9 კლასიდან თქო რომ ვიძახი რომ რაღაც სხვა დაიწყო, ის იყო რომ ძალიან ბევრი რაღაც მოვისმინე სკოლაში ხედავდი რაც ხდებოდა. მე რა ვსვავდი ძალიან ბევრ კითხვას ბავშვობიდანვე, მაგრამ ჩემი მშობლები რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ არავინ არ არის მტერი და ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს და რაღაცა მართლა ასე გვზრდიდნენ და მაგრამ მე ქუჩაში სხვა რაღაცას აწყდებოდი. მე ვეკითხებოდი ხოლმე კი მაგრამ ანუ რატო ჩავდივართ ამ წყალში რომ გადმოვიდეთ თქვათ სამეგრელოს მხარის და ასე შემდეგ და ენგურით გადმოდიეთ. ხო, ენგურით გადმოსვლას გულისხმობ ძალიან ბევრჯერ. და მე იქ რო ვიღაცას ემალები და ანუ მართლა რომ სიცოცხლის ფასად დაგიჯდება რაღაცები თუ სწორად არ მოიქცევი და ძალიან ფრთხილად არ იქნები. და აი მე-9 კლასიდან მახსოვს რომ დიდი ხნის წინ არ იყო 12-13 წლის წინ იყო ეს ამბავი. უბრალოდ რაღაც ანუ პროტესტის ნიშნად თავი დავანებეს სწავლას და საერთოდ არ ვსწავლობდი ანუ სკოლაში. სკოლის პროგრამა არ წიგნი არ გადამიშლია და არ მისწავლია, იმიტომ რომ რაღაც ისტორიაში რა სწავლობდით მაგალითად? 4 ისტორიას სწავლობდი სხვათა შორის. რუსეთის ისტორიას, რუსეთი და მსოფლიო, აფხაზეთის ისტორიას და მსოფლიო ისტორიას. აფხაზეთის ისტორიაში ჩვენ სად ვიყავით ქართველები? სადაც ვიცით რომ ვართ როგორც ტერი ფაშისტი რავი ანუ ეს სიტყვა ფაშისტი პირველად გავიგე ბებია ჩემისგან იმიტომ რომ ბებია ჩემს კარგად ახსოვდა მეორე მსოფლიო ომი და ბიძამისი გერმანელებმა დახვრიტეს ამიტომ ფაშისტი გერმანელები ამას ხშირად იძახდა ხოლმე და მე გავიგე ანუ წავიკითხე ამ წიგნში და აი არ მინდოდა რა ეს რაღაც ისინი რო წამეკითხა ჩემთვის თქვა ფაშისტი ქართველები რაღაც კი ეგ ეწერა და ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ დადგა ის დღე რომ ამაზე ვისაუბრო ძალიან მეცინება ანუ ჩემი აფხაზურის მასწავლებელი იყო არის ძალიან ისეთი როგორ თქვა არევასება რა ქართველები ერთი სიტყვით მარტივად რო ვთქვა ქართველოფობი და შვილი ყავს გოგია სხვათა შორის და ამბობდა რომ ჩემი შვილიც თქვენაირი აფერისტიაო რა და ნუ ძალიან ხშირად რაღაც აი ეს
27 სექტემბერს, რასაც ჩვენ სოხუმის დაცემად მოვიხსენიებთ, იქ არის სოხუმის გამარჯვების დღე და მერე 30 სექტემბერი აფხაზეთის გამარჯვების დღე. და ქართულს, ან ჩემს სკოლას ერქვა ქართული სკოლა, იმიტომ რომ ისწავლებოდა ერთი საგანი ქართულად. ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა, ენა და ლიტერატურა. ბოდიში უცებ რომ თქვათ მოსწავლეების რაოდენობა ბევრი იყო ქართველი, ხო ალბათ? კი. ჩემს სკოლაში იყო 800 მოსწავლე, მე ვიყავ მეორე სკოლაში, პირველ სკოლაშიც დაახლოებით მაგდანიან ბავშვები არიან სკოლაში. კარგი, გავაგრძელოთ ეს. და ანუ ამ დღესასწაულებზე ამ სკოლებს, ანუ გალის სკოლებზე მოდიოდა ძალიან დიდი წნეხი, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევდათ ამტკიცება იმის, რომ ჩვენ ვართ აფხაზეთი და ჩვენ ვართ აფხაზეთში და მიგვიღეთ, თუ რა, ანუ მე კი არ მინდოდა ეს და 27 სექტემბერს და 30 სექტემბერს გულისხმობ, ხო? კი, და ნუ დღესასწაული მარში, დროშების ტარება, ლექსების წაკითხვა და ასე შემდეგ. და ერთხელ რაღაც ლექსი უნდა წამეკითხა და ნუ მომწეს ეს ლექსი აფხაზურად იყო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასიდან ვსწავლობდი აფხაზურს, არ ვიცით კარგად აფხაზური, იმიტომ რომ გასწავლიან აფხაზურს არა აფხაზური სკოლისთვის. ამიტომ ძალიან ისეთი ზედაპირული პროგრამაა რა. და ამ ხალხს ეგონა რომ რა ვერ გავიგებდი რაღაცებს აფხაზურად და წავედი ჩემს მეზობელთან გადავათარგმნინე და წერი ასეთ რაღაცა რომ აი ქართველი ფაშისტები მოვიდნენ და რაღაცა გააკეთეს და მე უკან გაბუნძულდნენ ვერაფერი ვერ გააკეთეს და მე დღეს მიხარია რომ ვარ რაღაცა დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკაში და მე მეამაყება რომ ვარ ეს და ეს და რომ მოვედი მეორე დღეს სკოლაში, არა მარტო მე, ანუ ჩემი კლასიდან დაახლოებით 7 ადამიანმა ვუთხარით, რომ არ გვინდა ამ ტექსტების წაკითხვა. ყველა სხვადასხვანაირი ლექსი და რამდენი წლის ხარ ამ დროს? ამ დროს ვარ მე-10 კლასში. ხო. დიდია რა, ანუ 15 წლის ვიყავი რა მაშინ და ვუთხარით რომ ნუ არ გვინდა და ამ ხალმა გითხრა რომ ნუ კაი თქვენ გადით ჩემი გაკვეთილიდან ჩვენ მერე ვისაუბრებთ, ოღონდ დირექტორთან ვისაუბრებთ. ეს სხვა ბავშვების წინაშე უთხარით? კი. კი. მაგრამ ნუ რაღაც პონჩი ვარ ბედნიერი რომ ჩემს კლასში ასე თუ ისე იყო ერთსულოვნება ამ რაღაცების მიმართ და ძალიან აი ესე ვიცავდით ხოლმე ჩვენს ქართველობას, ოღონდ მართლა ახლა ალბათ არ დავიცავ ეგრე. მაშინ ან მართლა ვის იყო, საფრთხის ქვეშ იყო ჩემი იდენტობა და ყველანაირად ყველა მხრიდან გვებრძოდნენ ხოლმე. ამიტომ გვიწევდა რომ აი ან კედელი აიშენე და იყავი რაღაცნაირი როგორ თქვა იყავი უჩინარი და შენთვის? ხო, ან იყავი უჩინარი და შენთვის, მე ვერ გამონდის ეს ვერანაირად. ამიტომ მიწევდა სულ ყველა დევნილი მოვიყვანეთ მაგას. ერთი მოვიყვანეთ ჩემამდე და დანარჩენი ორი ჩვენ ვართ. ამიტომ 4 დევნილი ამ წუთებში ამბობ რომ ან უჩინარი უნდა ყოფილიყო, ან არ გამოსდის. ხო, ზუსტად, ანუ fight or flight და მე ვერჯევდი fight-თან ისეთ fight-ს რომ ბევრნი ვიყავით, გოგოები ვიყავით ძირითადად. ბოდიში ბიჭებო თუ უსმენთ ამას, მაგრამ არ მგონია რომ უსმინონ. მართლა ისე ძლიერად ვითეკით ხოლმე და წაგვიყვანეს დირექტორთან, სკოლიდან გაგვრიცხეს სხვათა შორის და ჩვენ ამ ლექსების გამო? ამ უარის გამო. და ისე მიხაროდა რომ აი, იმიტომ რომ შემეძლო რომ დამithმოდ რომ იმისთვის რაც მართლა მაინტერესებდა. და ანუ ისედაც მაგას ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა უკვე ლეგიტიმურად შემეძლო რომ ეს გამეკეთებინა და მაგრამ ვერ გაგრძელდა ეს დიდი ხანი ეს ბედნიერება, იმიტომ რომ ხო, ამ კაბინეტში რომ შევედით დირექტორთან, ახლა რომ მახსენდება დღიურში მიწერია რა ეს რაღაცები და არ წაშლილა და კარგია, იმიტომ რომ ხვდები რამდენად ვიზრდები ყოველ წელს რომ მეცინება ამ რაღაცაზე. ანუ ბავშვური საუბრები მქონდა, ანუ ტიპი გვეჯიბრებოდა 15 წლის გოგოებს სიტყვა პასუხში და ეს აფხაზურის მასწავლებელი, ხო? არა, აფხაზურის მასწავლებელი იჯდა კუთხეში, დივანზე. დირექტორი ბოდიში და ელოდებოდა სეირს, მაგრამ ვერ მიიღო სეირი. ანუ სეირი მაგისთვის ის იყო, რომ სკოლიდან გავაგდეს. მაგრამ ოკეი. და ჩვენ იმიტომ ვიყავით აი ეს რაღაც თავისუფლად და ძალიან
relaxed რომ კარგად ვსწავლობდით და ვიცოდით რომ ჩვენს garaშე ჩვენი სკოლა არ იქნებოდა ძლიერი. ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევდათ ჩვენი დაბრუნება. და ხო მეორე თუ მესამე დღეს დაგვაბრუნეს. ეს ხდება სამშაბათს. ძალიან კარგად მახსოვს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ პატარა ნაწერს დღიურ სამშაბათი რაღაც. ზუსტად ეგრე მიწერია რაღაც მოღრუბლული დღე, ან ეს დღიური როა, სადაც ამინდის ისენიც სექტემბრის და მოღრუბლული ის რომ აქვს სექტემბრის წვიმიანი დღე იყო და მე სკოლიდან გამომრიცხეს. მაგრამ მე ჩამრიცხეს ისევ მესამე დღეს და გვითხრეს რომ აი ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ იცოდეთ, მაგრამ ეგ არ იყო ბოლო გაფრთხილება. მე სამჯერ სამჯერ გამოგრიცხეს. კი. ლელა, რა მაინტერესებს იცი ახლა რასაც ყვები და დარწმუნებული ვარ რომ ესეთი მართლა აპართეიდული მიდგომა ერთი და მეორე ხელა ზიზღის და ფობიის წიაღში ყოფნა დარწმუნებული ვარ ერთი გამოცდილება არ არის ამის და გური. ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ გალში დარჩენა კარგი გადაწყვეტილება იყო? როგორ აფასებ მაგას შენ? მაგაზე ვფიქრობ ძალიან. იმიტომ რომ მართლა დილემური არის, ამას არ ვსვამ როგორც კითხვას, რომელიც ცალსახა პასუხია, რომ კი ან არა. იმიტომ რომ კისაც აქვს უამრავი არგუმენტი და არასაც და მაინტერესებს შენი დამოკიდებულება. ახლა ამ გადმოსახედიდან ცოტა მაზოხისტური არის ამის თქმა, მაგრამ იქ ცხოვრებამ დამანახა ძალიან კარგად დამანახა რა არის არათავისუფლება და რა არის თავისუფლება. და მე მგონია რომ აი ახლა რომ ვდგავართ აქციებზე და ვითხოვთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სამართლიანობას და ასე შემდეგ, ეს ხდებოდა მთელი ჩემი ცხოვრება რა. მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მანდ არ ვიდექ, იმიტომ რომ არ არსებობდა ესე ფიზიკურად აქციები არ ხდებოდა. პროტესტსაც ასე ვერ გამოხატავდი ხმამაღლა, კლასში გამოხატავდი, მაგრამ ხო ვიტყოდი რომ ბიჭო არ ვიცი, მართლა არ მაქვს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ერთის მხრივ მადლიერი ვარ, მანდ რო ვიცხოვრე და აფხაზეთი რაღაცნაირად რო არსებობს ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს იქაურობა, მიუხედავად ყველაფრის, აი ძალიან მიყვარს და რომ მომიწიოს არჩევნის გაკეთება, მართლა აი არჩევანი რო გქონდეს, რომ სადი ცხოვრებ, აი აქ მშვიდობა, იქ მშვიდობა, ყველგან მშვიდობაა და რა ვიცი, ჩიტები დაფრინავენ. ყოველთვის ავირჩევდი ალბათ აფხაზეთს, იმიტომ რომ რა ყველაფერია სხვარი, მთავარი, ნოყიერი მიწა, კარგი ხალხი ცხოვრობს, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება რა. და შენი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება იქ და მithumetes ბავშვობის პერიოდი, რომელიც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო პერიოდი არის ხოლმე. მაგრამ ახლა არ გრძნობ თავს დაკავშირებულად მართალი. ახლა იქ ცხოვრობ. ნაწილობ, უფრო თბილისში ვარ, მაგრამ ნუ ძალიან ხშირად დავდივარ. მაგრამ შენი მშობლები ჯერ კიდევ იქ არიან. კი. ერთი რამ მაინტერესებს კიდე. წაღარ მოყევი, როგორ პირდაპირ აისახა 2008 წლის ომი და რუსეთის გაბრაზება. და რაღაცა ეს წამოსვლა რა, ეს აგრესია, რომელიც მარტო ცხინვალის რეგიონში ფაქტია არ ყოფილა, ხო? და ავტომატ ყოველთვის ეგრე არის, რომ სარკისებური ეფექტი აქვს მე ამ ოკუპირებულ ტერიტორიას რა, აქ რაც ხდება, ეს აქაც ხდება და ასე შემდეგ. ეხლა ამან გამიჩინა კითხვა. ეხლა რომ ამ ტიპის რიტორიკა არის, რა რიტორიკაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთთან დაკავშირებით, გულისხმობ ქართულ ოცნებას და გულისხმობ განსაკუთრებით გულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იმიტომ რომ ჩვენ წინა ეპიზოდშიც მოუყევით ჩვენს მაყურებელს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის განცხადებები, რომ საქმე გააკეთეთო ნუ ამდენ ლაპარაკსო, რომ იძახითო, რომ ბოდიში უკეთ მოსახელი მოიხადეთო. აი მე მაინტერესებს ეს თუ აისახება და როგორ აისახება, აი რიგით, აი ლელა ჯობავაზე, ვინც იქ ცხოვრობს ქართველზე, ეთნიკურად ქართველზე და თუ გრძნობა ამ ცვლილებას, თუ იგრძნობა ეს ცვლილება გალში ამ რიტორიკის, ამ პოლიტიკის და დამოკიდებულების საერთოდ რა. კი, რა თქმა უნდა, იგრძნობა პირველ რიგში, იმიტომ იგრძნობა, რომ ანუ უფლებრივ ამბებში ხვდები მაგ ყველაფერს, მაგალითად 2008 წლის მერე 2008 წელს რუსეთმა აღიარა აფხაზეთი.
ეს იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთისთვის, როგორც რესპუბლიკისთვის, რომელიც დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის იღწვის, ხო, წლებია. იყო და აი 2010 წლიდან მოდის ანქვაბი, მერე მოდის ხაჯიმბა 2013-14 წლიდან და იწყებს პასპორტიზაციის ცვლილებებს, ან შეაქვს რაღაც ცვლილებები პასპორტიზაციის პროცესში ქართველების მიმართ გულისხმობ, იმიტომ რომ ბაღავშმა ყველას მისცა აფხაზეთის მოქალაქეობა, რაც ქართულ მოსახლეობას აძლევდა უფლებას, რომ არჩევნებში მიგვიღო მონაწილეობა. მერე მოდის ანქვაბი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მარტივად მისცა ბაღავშმა პასპორტი ქართველებს და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. ბაღავში მოდის ხაჯიმბა და ხაჯიმბა ამბობს, რომ გამოართვით პასპორტები ქართველებს ახლავე და არანაირი რაც ხმის უფლება თქვენ არ გაქვთ. რაც ძალიან ბევრს გაუხარდა, იმიტომ რომ ქართველს რატომ უნდა მისცე არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მე მოვა ნეიტრალურად მაინც ხო პროქართული არავინ არ არის მათ, მაგრამ მაინც რაღაც ნეიტრალურად განწყობილი ქართველების მიმართ შესაბამისად რაღაც უფრო ნაკლებად რადიკალური ქართველების მიმართ. და რაღაც უფლებებს მოგვცემს და ჩვენ როგორ უნდა გქონდეს რამენაირი უფლება. რუსეთმა რო აღიარა ამ დღემდე ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, თითქმის 20 წელი გავიდა. მაგის მერე და აი როგორ ისახება აი ვთქვათ ეს ქართული პოლიტიკური პოლიტიკის წარმომადგენლების რიტორიკა ბოლოდროინდელი ხო? აი თუნდაც ის რომ რაღაც რუსეთს ასე ხშირად არიყენებენ როგორც ჩვენი მტრის ამსახველ სიტყვას, უცხოური ძალა, ან აფხაზი დებიძმებ თუ რაღაცა კობახიძემ ცოტა ხნის წინ რო თქვა. დინარაძე. თუ ანუ whatever. Exactly. Whatever. ჯერ ეს ერთი ამ რიტორიკას და ამ განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსების ან რაც ქართული მხრიდან მოდის, ამას მხოლოდ უსმენენ უფროსი თაობის ტიპები, ვისაც აინტერესებთ რა მოხდება პოლიტიკაში და რა თქმა უნდა აინტერესებთ, იმიტომ რომ საქართველო რასაც გადაწყვეტს ან როგორი რიტორიკა იქნება აფხაზეთის მიმართ, მაგაზე გავლენა აქვს ამას მე აფხაზეთს. კი, რა თქმა უნდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე და აი 2022-ში, როდესაც უკრაინაში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, მაშინ ძალიან ბევრმა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მომწერა, რომ მართლა იწყებთ ჩვენს წინააღმდეგ ომს და მეთქი საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენამდე, ანუ საიდან გაჩნდა საერთოდ ამაზე ფიქრი. და მითხრეს, რომ YouTube-ზე რეკლამის სახით ხედავდნენ ვიდეოს, სადაც დგანან გეცოდინებათ თქვენს ანუ ჯარის ფორმაში ჩაცმული ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ახლა დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს თუ რაღაც ეგეთი. მე არ ეგეთი. მაქვს ნახე აქ. ხო, არსებობდა ეგეთი პრეცედენტი მომხდარა და დატარგეტებული და არა მარტო, მე სოციმედია სოციმედიაში ძალიან ბევრი იწახდა, რომ აი ახლა არის დრო, რომ ჩვენ ავდგეთ და დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და ძალიან ბევრი რაღაცა დაემატა ერთმანეთს სოციმედიაში ეს კომენტარები, ხალხის ზოგადი განწყობა და აფხაზებს აქვთ ეგ როგორ თქვა, ანუ რას ფიქრობენ ქართველებზე აფხაზები, იცით? რომ ჩვენ გვინდა რომ მივიდეთ და რაღაც წავიღოთ ყველაფერი და დავიწყოთ კიდევ ერთხელ ომი, რომ დევნილები დაბრუნდნენ. ან ჩვენ გვინდა რომ ომით დავიბრუნოთ აფხაზეთი, ამას ფიქრობენ? იცი რა არის? არასდროს არ მქონია ისეთი საუბარი, სადაც უთქვამთ, რომ შვიდობით დაბრუნებაზე არ არის საუბარი. ამიტომ აი ეს ყველაფერი, გინდა პოლიტიკური რიტორიკა, გინდა სოციმედია, გავლენები და ასე შემდეგ ხახდენდა რა მოახდინა ძალიან დიდი გავლენა ამ ბოდიშის თემამ იყო რამენარად ინფილტრირებული აფხაზურ საზოგადოებაში ეს ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენ. ეს სულ ხდება ყოველთვის. ხო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ძალიან ისე კარგად უნდა გავეისის ხორცოთ ის ამბავი, ის ფაქტი, რომ ჩვენ ცხოვრობთ სხვადასხვა რეალობაში. მარტო იქიდან გამომდინარე კი არა, რომ აფხაზეთი იზოლაციაში 30 წელზე მეტია. არა, კაცო, ისტორიული პერსეფცია გვაქვს ძალიან შეცვლილი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც
რომლებიც საერთოდ არ არიან აფხაზეთის საზღვრის გარეთ ნამყოფი. ომის შემდგომ. და ომის შემდგომ აფხაზეთი გახდა ის რაღაც, ადგილია, სადაც ვაკუუმია ომის შემდგომი, სადაც ყველაფერი შენდება. დეზინფორმაცია არის. დეზინფორმაციაც არის, ვიტყოდი რომ არა დეზინფორმაციაც არსებობს. ძალიან ბევრი ყველანაირი ინფორმაცია არსებობს. არსებობს სხვადასხვანაირი შეხედულებები, არსებობს ფაქტები, ის რომ მაგალითად ყოველ მეორე ოჯახში მაინც არის ვიღაცა ომში დაღუპული, ან ყოველ მეათე ოჯახში. ეს დანაკარგი არ არის ხალხრივი რა. ჩვენი უბრალოდ მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ერთ-ერთი გამოცდილება რომელიც ჩვენ გვაქვს და აფხაზებს არ აქვს, ეს არის ეთნოწმენდის გამოცდილება. ის ეთნოწმენდის გამოცდილება, რომ ჩვენ ეთნოსის ნიშნით ჯერთი ვართ გამოსახლებულები აფხაზეთიდან. ერთ-ერთი იმიტომ, რომ ხდებოდა აფხაზების მხარესაც იხოცებოდნენ ჯარისკაცები, იხოცებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ხდებოდა გაუპატიურებაც, ხდებოდა ძალადობაც, ხდებოდა ყველაფერი ის, რაც ჩვენ მხარესაც ხდებოდა რა. უბრალოდ ჩვენ მხარეს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ ჩვენ მხარეს ეს იყო აბსოლუტურად ეთნოსის ნიშნით. იქ ეს ხდებოდა რუსის მიმართაც, ანუ მაგალითად, ვინც მტრად იყო აღქმული, ყველას მიდარ, ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ ქართველის მიმართაც ხდებოდა ქართველის მიერ ეს, ხო, ძარცვა და მოროდიორობა და გაუპატიურება და ძალადობა. არა თუ აფხაზის ან რუსის მიმართ, მაგრამ იქეთა მხრიდან მთავარი ბედურება ამ ყველაფერში რაც არის ჩვენი უბედურება ვგულისხმობ. არის ეთნიკური კომპონენტი ამის, ხო და ყველაფერი რასაც შენ ხა ყვები ეთნოსის ნიშნით ეს აბსოლუტური მარგინალიზაცია ადამიანების და პასპორტის ჩამორთმევა ხალხთან რაზე ვლაპარაკობ? პასპორტის ჩამორთმევა არის ერთ-ერთი ყველაზე აი დღეს მქონდა ნინიკოს ვეუბნებოდი რომ რაღაც ინგლისურის გამოცდა ტესტი უნდა მქონოდა და ვიღაც შემოვიდა კოსოვოდან და თქვა რომ მე რაღაც პასპორტის პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ბრიტანეთშია ეს უნივერსიტეტი და კიდევ იყო ვიღაცა პალესტინიდან და რაღაც რამოდენიმეჯერ წამოიჭრა პასპორტის ამბავი და მეთქი ჩვენ ერთნი ვართ მეგობრებო. ვილაპარაკოთ ჩვენ დავმეგობრდეთ. არა, კი მაქვს ქართული პასპორტი, მაგრამ გამოცდილება გაქვს. კი, გამოცდილება მაქვს, რომ აი ეს აუცილებლად უნდა მოყვანო გალილების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის. საბუთის არ ქონა, ან გვაქვს საბუთი, რომელსაც ქვია ბინადრობის მოწმობა, რომელიც გეძლევა საქართველოს მოქალაქეობის საფუძველზე. ან არა მარტო საქართველოს მოქალაქეობის საფუძველზე, უბრალოდ აი თუ ვიღაცამ გამოთქვა ვთქვათ სურვილი რომ კონდეს აფხაზეთის პასპორტი. მაგრამ ეგრე მარტივადაც არ ხდება, მაგრამ ასეთ ფორმულირებას გავუკეთებ. და ნუ ჩემი მშობლები და კიდევ 30,000 სხვა ქართველი, ვინც ცხოვრობს ქალში და გალის რაიონში, მათი 98% ფლობს, 98 არა, მოდი ვთქვათ 90% ფლობს ამ საბუთს, რომელიც ანუ გეუბნება რომ შენ არ ხარ აქაური, შენ სტუმრად ხარ ჩამოსული და ბინადრობის უფლება. ხო, გაქვს ბინადრობის უფლება. არ გაქვს საკუთრების ქონის უფლება. არ გაქვს მონადირეებს არ აქვთ უფლება რომ დარეგისტრირონ თავიანთი იარაღი. ახლა გავიგე ეგ. არ გაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ასევე რაღაც პრობლემები გექნება, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებ. რა, საკუთრების უფლების არ ქონდა რას ნიშნავს, რომ თქვა თქვენი სახლი სადაც ცხოვრობთ, თქვენ არ გეკუთვნით? არა. ვის ეკუთვნის? სახელმწიფოსაც არ ეკუთვნის, ანუ საბუთს ეკუთვნის ბებია ჩემს, რომელიც გარდაცვლილია, მას შემდეგ არავის არ მომხდარა გადაპროექტი. პრივატიზებული არა. ანუ გვაქვს რაღაც სახლის წიგნაკი, სადაც წერია, ვინ არის, ვინ ცხოვრობს. თუ გაყიდვა მოგინდა რაღაც მაგის უფლება გააქვს? არა. არც ყიდვის, არც გაყიდვის, არც რაღაც ბიზნესის წარმოების უფლება რაღაცნაირად გაქვს. ან ძალიან ჩახლართულია და რა თქმა უნდა კორუფცია და ნეპოტიზმი. ბოლო კითხვას დაგისვამ, რომ რაღაცნაირად თან შევაჯამოთ. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იქეთ მხარეზე, ანუ იმაზე როგორია იქ ცხოვრება. მინდა ვილაპარაკოთ აქეთ მხარეზე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გალილების გამოცდილება ამ ხრივ მართლა არის რა ეს განსხვავებული გამოცდილება. მიუხედავად რომ ჩვენ ვლაპარაკოთ მეორე ხარისხოვან მოქალაქეობაზე ძალიან ბევრს დევნილები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ეს კიდე სხვა განზომილება ამის და არა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობის, არამედ საერთოდ აქ არ ჩათვლის აქაურ რეალობაში. მინდა ამაზე ძალიან მოკლედ გითხრა შენი გამოცდილება, რას ნიშნავს იყო
გალილი ადამიანი აქ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. და მათ შორის ორი ნაწილი რო გამოყო, ორ ნაწილზე ვილაპარაკო, პანდემიის პერიოდია ერთი და მეორე არის არჩევნები ზოგადად. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტარდება არჩევნები. იყო გალილი. ძალიან სასაცილოა ეს. მაგრამ სიმართლეა. სტუდენტი რო ვიყავი, ერთხელ მომიწია ღამე გადმოპარვა ენგურზე, იმიტომ რომ არ მქონდა სტუდენტობის დროს საბუთი რო ჩავსულიყავი აფხაზეთში, ამიტომ ჩემი იქ გადაპარვა მოგიწია. ხო, მოხვედრის ერთადერთი გზა, ორი გზა იყო, არ უნდა წავსულიყავი, ან უნდა გადამეცურა ეს ენგური, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მეხალისებოდა ექსტრიმი და თან ჩემთან ერთად და მოდი მანჩო ეს გავაკეთოთ კიდევ მე ასეჯერ. და ვაკეთებდით ხოლმე ამას მამა ჩემთან ერთად, რომელიც ჩემი გმირია. ასე გაგვიშვებდა ერთი ნაპირიდან მეორეზე, მეორე ნაპირზე ვიღაც ხდებოდა და მე მოვდიადით თბილისში. და ერთხელ ძალიან ესეთი სუდი გამოცდილება ჰქონდა მე და ჩემ დას მამის წაგვიღო წყალმა რა და ჩემ დას გაუჭაყარავდათ იმ საღამოს რაღაც ნაწილში ძალიან ისე შესამჩნევა სტრესისგან და ეს იყო მეორე კურსის დასაწყისი და ანუ ვიღაცებმა იცოდნენ უნივერსიტეტში რომ ჩვენ ვიყავით აფხაზეთიდან მაგრამ ვიღაცებმა არ იცოდნენ და რა თქმა უნდა რატომ უნდა იცოდნენ მაგრამ რაღაც ისეთი სასწავლობდი ლელა კავკასიაში თბილისში კი თბილისში რა რაღაც ანუ ლექციაზე მივედი და არ ვიყავი მზად და ჩემთვის ეგ იყო ძალიან დიდი ენგური ქონდა გადმოცრული წინა დღეს პრეზენტაცია სად არის და თან ეს ძალიან მიყვარს წყალმა წაიღო თითქმის წყალმა წაიღო იმიტომ რომ რაღაცეები წყალმა მართლა წაიღო ჩანთები და ანუ აი მიუყვებოდით მე და ჩემი და ნედა ხელი გაგვიშვა და წასულიყო წაიღო წყალს მაგრამ ხო და მეთქი არ ვარ მზად და თუ შეიძლება რომ მე გავაკეთო და რაღაც და მითხრა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უნდა გაგიკეთებინა და ვაი რა ცუდია ძალიან დამწყდა გული და ვიღაცები რომ გავიდნენ ოთახიდან თან ძალიან ემოციური ვიყავი მაშინ აი ყველაფერზე მეტირებოდა მეორე კურსზე აი ახლად გააზრებული რო გაქვს ცხლად გააზრებული რო გაქვს ის რაღაც ანუ ორი სრულიად განსხვავებული რეალობა რაშიც გიწევს ცხოვრება გალი და აფხაზეთი რომელიც ჩემთვის არის რაღაც დროში რაც უკან მოგზაურობა და რაღაც უნივერსიტეტი სადაც რავი რო ჩავაბარე სილაბუსი არ ვიცოდი რა იყო და რა კომპიუტერის გამოყენება გიწევს რომ იმეცადინოთ აი ძალიან ბევრი სიახლე და მე თან რომ ვერ ეწევი ამ ყველაფერს იმიტომ რომ არ ხარ მიჩვეული და პლუს ენის ბარიერიც მაგრამ მე რო მორჩა ეს ლექცია ვუთხარი ამ ქალს რომ მეთქი აი აფხაზეთში ვიყავი და მას რაღაცა ვერ მოვახერხე და ამ ქალმა ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და მე თან მეტირება აი ასე ვდგავარ და რაც რაპაღუპით მომდის ეს ცრემლები და მე უნდა რომ რა გატირებს და მეთქი რავი ანუ მოუყევი რა მე არა დეტალურად მაგრამ რაღაცები მოუყევი და ვერ გაიგო მე მგონი ამ ლექტორმა მართ რა ვუთხარი ან ვერ გაიგო რომ დღეს ხალხი რა ენგურს გადაცურავს და გადმოცურვა მართლა ხდება ეს ასე აგიხსენი ეს ორი ძალიან განსხვავებული რეალობა როგორ არსებობს ან თან არსებობს და როგორ ცურავ ამ რეალობას ხო აღარ ცურავ 2018 არა 21-ში იყო ბოლოს არ გადამიცურავს მაგრამ აი ეს გადაცურვა ბოლოს რომ მოხდა ვთქვი რომ მეთქი ეს იყო მართლა ბოლო 2018-ში მე მგონი ხო 2018-ში მაგის მერე არ გამიკეთები და ალბათ არც გავაკეთებ შენ რამდენ ჯერ მე ახსენე რომ თქვა აი რაღაც აფხაზმა მეგობრებმა მოგწერეს და რაღაც და აი ამით რომ დავასრულოთ არ ვიცი რამდენ პოზიტიური იქნება თუ რაღაც შეიძლება არ იყოს პოზიტიური მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს შენი ურთიერთობა აფხაზ მეგობრებთან და ვთქვათ მათი თუ აქვთ მათი ინტერესი ქართველების მიმართ ვთქვათ რაღაცეებს თუ ისინიც აცნობიერებენ რომ რაღაცეები არის ტყუილზე დაფუძნებული ან ჩვენ ახლა
არ გვეზიზღება ისინი ან რაღაც გვინდა რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს ერთმანეთთან ანუ ან არ ვიცი შეიძლება საერთოდ არ საუბრობთ ამ თემებთან დაკავშირებით ანუ მოკლედ რომ შევაჭამოთ თქვა შენი დამოკიდებულება აფხაზ მეგობრებთან ჩვენ სადაც ვიყავით ერთად 2021-ში შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ მანამდე შეიძლება ითქვას რომ ცოტა არასაკმაოდ ისეთი ნაციონალისტური არც ვიცი შეიძლება თუ არა დავარქო ნაციონალისტურ პატრიოტული ხედვები მქონდა აფხაზეთის მიმართ და აფხაზების მიმართ და ის პროექტი ჩვენ სადაც ერთად ვიყავით იმიტომ რომ შეიძლება ცოტა უკვე დიდი ვიყავი და სხვანაირად შევხედე რაღაცებს და მივხვდი რომ მეც რამხელა პროპაგანდაში ვცხოვრობ და ჩემთვისაც ტრანსფორმაციული მართლა სხვა ადამიანი ჩამოვედი უფრო მსუბუქი ვიყავი რომ ჩამოვედი და ყოველდღე ისეთი ხო პირდაპირ კომუნიკაცია გქონდა პირდაპირ კომუნიკაცია გქონდა ჩვენს თანატოლებთან და უფროს ხალხთანაც ეთნიკურად აფხაზებთან რომლებმაც არ იცოდნენ ისეთი რაღაცები მაგალითად შენთან თუ არ მახსოვს ლანასთან კოკაიასთან ქონდა ვიღაცას საუბარი და ჩვენ რო საუბრობდით რაღაც დევნილებზე ამ აფხაზმა გოგომ თქვა ჟურნალისტების შეხვედრა იყო რა და აფხაზმა გოგომ თქვა თუ გახსოვს დევნილები ხო თავისი სურვილით ადგნენ და წამოვიდნენ აქეთ ვინ არავინ ხო არ ერჩოდა და მაშინ და ეს იყო ერთ-ერთი 1000 სხვა მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ხო, და რაღაცები არ იციან ამ ადამიანებს, მაგრამ მათ შორის დევნილობის წინაპირობა არ იციან. კი ბატონო, ამათაც ანუ აფხაზებმა გაიგეს, რომ ეთნიკური ნიშნით თურმე ძალიან დიდი ხანია დისკრიმინაცია მიმდინარეობს ქართველების გალში. არ იცოდნენ ძალიან ბევრი რაღაც. ჩემთვის ყველაზე მეტად დასაკავშირებელი ჩვენ შორის იყო ის, რომ ორივე მხარე ვაღიარებთ, რომ არც ერთ მხარეს ომი არ მოგვიგია და ეს არის ერთ-ერთი რაღაც, რასაც თანხმდებით ქართველებიც და აფხაზებიც და გახსოვს მაგრამ იქ ჩვენ შევსვანხდით. იქ ვინც იყვნენ, ხო, და კიდე სხვა პროექტებში ვისთანაც მისაუბრია და ძირითადად უფრო ასაკოვანი ხალხიც იძახის ხოლმე მაგას და კიდე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მაშინ ყარაბაღის სიტუაცია მიმდინარეობდა და მაგან ძალიან შეაშინა აფხაზები რომ თქვა ქართველები რუსებთან გარიგებას დავდებთ და ჩაგვაბარებენ საქართველოსო მაგაზე ვსაუბრობდით და კიდე იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზებს რუსების მიერ და ეს წინადადება ყოველთვის ესე რაღაც ძალიან ჩაბეჭდილი მაქვს ხოლმე თავში და რაღაცნაირად არ ვიცი ეს რატო დამამახსოვრდა ყველაზე მეტად ეგ მაგრამ ერთ-ერთი აფხაზი კოლეგა რო იძახდა რომ სუ ესე ვიძახით რომ ანიჟე რუსკიე და ანუ ეს არა რუსებზე რომ რუსები არიან ხო იცი რა ანუ არც ჩვენ არ გვეხატება გულზე ის ფაქტი რომ ხო და ჩვენზე ამბობდნენ არა ანუ აფხაზების დამოკიდებულება რუსების მიმართ რომ ეს რუსიისავს ყველაფერს რომ რუსები არიან და ხო იცი როგორ იმაშვებიან არა აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს აფხაზები რუსებთან დაინგრესეს არა ცხადია პირიქით არაკაცო ეგ მითი ანუ აფხაზების ეთნონაციონალისტური განწყობები ძალიან ცხადი არის რა და ეს რუსეთის ფაქტორი როგორც რაღაცა ხავსი რომელსაც ეკიდება ეგ ეთნონაციონალისტური განწყობა ეგეც ფაქტი არის უბრალოდ ის რომ ეს ომი არავის მოუგია რუსეთის გარდა არავის უხეირია აქედან უდიდესი დანაკარგით უდიდესი ეკონომიკური ისტორიული ადამიანური ემოციური დანაკარგით გამოვედით ჩვენ ორნი და ის მესამე მხარე არის მხოლოდ მოგებული ეს კარგია რომ ორივე მხარეს ძალიან ცნობილი ამბავია. უნდა დავამთავროთ, გამოგვიდა ყველაზე დიდი ეპიზოდი მეგონი რაც აქამდე გქონია. ლელა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა რაც არ ვიცით ჩვენ დევნილებმა. არა, ხო, იმდენი შეკითხვა მაქვს კიდე. მიუხედავად იმისა, რომ ამასაც ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენ, მაგრამ ჩემი აზრით ხო, იმდენად ცოტაა ცოდნა მარტო იმის მოყოლაზე როგორია იქ ცხოვრება ძალიან დიდი დრო ისქენით რა კი ერთ რაღაცას დავამატებ ქართული და აფხაზური აუდიტორიისთვისაც ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გალის და გალის რაიონის და იქ მცხოვრები ქართველების არის ქართული მხრიდან მივიწყებულობა ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ანუ ფორმულა არის თუ რავი აი ესეთი მოცემულობა რომ აფხაზური მხარისთვის გალი და ანუ ქართველები რაღაცნაირად ტვირთია და ასევე ქართული
ხარისთვისაც, რომელიც არანაირ ყურადღებას არ აქცევს ნამდვილად არის მოსახლეობას, ენის გაქრობის პრობლემას, უფლებების არარსებობას, არჩევნებში მონაწილეობის ძალიან ბევრ პრობლემას და რაღაც წინაღობებს. იმიტომ ხო ძალიან ბევრია სამუშაო. არა ხო გალის მოსახლეობა არც ტრაგედია რაც მოხდა გალში ოჯახთან რაღაც ძალიან 10,000 ლარით სამარცხვინო გამოხატვის. ხო, შემაყურებელს გავახსენებ, შეიძლება არ ახსოვდეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები გაჩნდა ხანძარი, მოკლედ ცეცხლი წაიკიდა სახლს და ხანძარ შეეწირნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ასევე ეს ხო ტრაგედია, ეს ხო უბედურება, ეს ხო სიღარიბის ინფრასტრუქტურის არარსებობის, მიტოვებულობის ხარკია ჩვეულებრივი, ამაში იხდი მე ამ ფასს და ძალიან დიდი ტრაგედია იცი რა იყო სუგდიდიდან როგორ ნაწილდებოდნენ ვინ გადავიდოდა სამძიმრის სათქმელად. რამდენს შეეძლო გადასვლა, რამდენს გადაუშვებდნენ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. მაგრამ ეგეთი რაღაც არ მომხდარა. როგორ გადანაწილებული იყო. არასდროს არ მომხდარა, რომ აფხაზურმა მხარემ ან რუს მხარეს დაიშვა, რომ ვიღაცაი ესე გადმოსულიყო სპეციალური მოწვევის და რაღაცების გარეშე. და ეს მოხდა რაღაც გამონაკლისი. და მე მგონი თვითონ აბხაზურმა აფხაზურმა მხარემაც გლოვის დღედ გამოაცხადა ხო მეკითხი. ხო. და ხო ნუ ეს 10,000 ლარის ამბავი უბრალოდ ეს აშინელება არის, რა საზღვრობაა და ერთ-ერთი სამწუხაროდ არ არის პირველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნება უკანასკნელი როცა ამ მიტოვებულობაში ამ უგულებელყოფაში და რაღაცა გულგრილობაში ასეთ ფასს ვიხდით გადავიხადეთ ასეთი ფასი და იმედი მაქვს რომ ეს აღარ მოგვიწევს და იმედი მაქვს რომ აქ რო შეიცვლება რაც შესაძლებელია ყველაფერი ამ ცვლილების ნაწილი იქნება მათ შორის გალის მოსახლეობასთან ურთიერთობა და გალის მოსახლეობის მიმართ ყურადღება ამ სახელმწიფოსი რა. ლელა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელი საერთოდ სხვა რეალობას მოისმენს. მიუხედავად რომ ჩვენ გიცნობთ და არაერთხელ ჩვენ გვხვედრი ვართ პირადად და გულაპარაკია ბევრი ჩვენთვისაც კი ძალიან ბევრი რამ ახალი იყო და წარმომიდგენია ჩვენ მაყურებლისთვის რამდენი რამ იქნება ახალი. მადლობა რომ გვიყურეთ მეგობრებო. შეგახსენებთ რომ გამოგვიწეროთ ყველგან სადაც შეიძლება ბენი არც არ გვადევს TikTok-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube-ი რაც ერთი გავიწყდება. Spotify, ჩემი საყვარელი. და ხო, ეს Spotify-ზე მოსმენაკი, ხო, აქ შეგიძლიათ გვიყუროთ. ძალიან დიდი მადლობა 64 პროექტ 64, რომელმაც კიდევ ერთხელ უკვე მესამედ გვიმას პინძლა და გვახვედრა კიდევ უფრო უკეთესი სტუდია ვიდრე წინა ორ მოსვლაზე და ეს რაღაცა ექსპონენციალურად ვითარდება ჩვენი სტუდია. შემდეგზე მე ვამბობ რომ შეიძლება უკვე ჩვენი საკუთარი ბინდან ჩაგერთოთ მე და ნინიკო რომელიც 69 შეგვიკოწიწა. არ ვიცი. ხო მადლობა და შევხვდებით უკვე ახალ ეპიზოდში ახალ სტუმართან ერთად. დროებით.